1996 წლის აგვისტოს 1 დილას იტაპეტინინგას პატარა ქალაქში, სან-პაულოს შტატის შიდა რეგიონში 38 წლის ქალი გავიდა სახლიდან ლურჯი ყვავილებიანი კაბით და გაცვეთილი სანდლებით. მან თან წაიღო ტილოს ჩანთა რამდენიმე დაკეცილი ტანსაცმლითა და ძველი მყარი ყდიანი რვეულით. მის სახელს ელენა ფერეირა დოს სანტოსი ერქვა. იგი არ დაბრუნდა იმ ღამით. არც მომდევნო ღამით. გავიდა დღეები, კვირები, თვეები, წლები. ჩაიარა 18 წელი, სანამ ვინმემ საბოლოოდ მომძებნებს უამბა რა მოხდა ნამდვილად იმ დილას. ელენა ცხოვრობდა მარტივ სამოთახიან სახლში ქალაქის გარეუბანში, მიწის გზის მახლობლად, რომელიც ევკალიპტის პლანტაციებისკენ მიემართებოდა. სახლს ჰქონდა აგურის კედლები გარეშე საბათქაშის, ცემენტის იატაკი, რომელიც იყო ბზარებიანი ზოგიერთ ადგილას, და პატარა ეზო, სადაც ის ამოზრდიდა პომიდორის ბუჩქებს, კომბოსტოს და რამდენიმე ბახჩის მცენარეს. სახლის სახურავი იყო კერამიკული ფილებით, ზოგიერთი მათგანი გატეხილი, რომელიც იჟონებოდა, როდესაც ქარი ძლიერად უბერავდა. იყო პატარა ბარანდა წინ, სადაც ელენა ზოგჯერ იჯდა საღამოობით და კერავდა, მაგრამ არა ხშირად, რადგან მუდამ ჰქონდა რაღაც გასაკეთებელი შენობის შიგნით. სახლს ის იზიარებდა ქმართან, ჟოზე კარლოსთან, რომელიც მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად და ატარებდა უმეტეს დროს გზაზე, და წყვილის ერთადერთ ქალიშვილთან, მარინასთან, რომელსაც გაქრობის დროს მხოლოდ 4 წელი ჰქონდა. ელენას ყოველდღიური ცხოვრება იყო აღბეჭდილი გამეორებით და სიჩუმით. ის იღვიძებდა ადრე, თითქმის ყოველთვის დილის 5 საათზე, თუნდაც ზამთრის თვეებში, როდესაც ჰაერი იყო ცივი და მკვდარი. ის დგებოდა ჩუმად, რათა არ გაეღვიძებინა მარინა, რომელიც იძინა პატარა ოთახში გვერდით და მიდიოდა სამზარეულოსკენ, სადაც ანთებდა გაზის ღუმელს და აყენებდა ყავის წყალს. სახლი იყო ყოველთვის ჩუმი იმ საათებში. მხოლოდ ხმა იყო გაზის ალის თრთოლი და ზოგჯერ ძაღლების ყეფა მანძილიდან. ელენა ამზადებდა მარტივ საუზმეს, ჩვეულებრივ პურს მარგარინით და ძმრის რძეს მარინას და ყავას თავისთვის. ის იჯდა მაგიდასთან რამდენიმე წუთის განმავლობაში, უყურებდა ფანჯარას და შემდეგ იწყებდა დღეს. როდესაც მარინა იღვიძებდა დაახლოებით 7 საათზე, ელენა მას ეხმარებოდა ჩაცმაში და ამზადებდა პატარა ჩანთას, სადაც იდო თამაშები ან რვეული ხატვისთვის. შემდეგ ისინი ერთად მიდიოდნენ დონა ირენეს სახლისკენ, რომელიც იყო 3 ქუჩით დაბლა. გზა იყო მოკლე, მაგრამ ელენა ყოველთვის იჭერდა მარინას ხელს მტკიცედ. მან ყოველთვის უყურებდა გარშემო, თითქოს ელოდა რაღაცას ან შიშობდა რაღაცას, თუმცა ქუჩები იყო თითქმის ცარიელი იმ დროს. მხოლოდ ზოგიერთი მუშა მიდიოდა ადრე სამსახურში, ზოგიერთი ვაჭარი, რომელიც ხსნიდა თავის მაღაზიას, და ძაღლები, რომლებიც მოიძრავდნენ ქუჩებში, ეძებდნენ საჭმელს. დონა ირენე ყოველთვის იყო კარში ლოდებული. ის იღიმებოდა, ფართოდ ღიად იღებდა მარინას ხელებში და ამბობდა რაღაცას, რომელიც აგრძნობინებდა ბავშვს უსაფრთხოდ. ელენა დარჩებოდა მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში, თვითონ იშვიათად ბესლაპარაკით და შემდეგ ბრუნდებოდა სახლისკენ. დღის განმავლობაში ელენა ასუფთავებდა სახლს, ბანდა ტანსაცმელს ეზოს ცემენტის დიდ აუზში და კერავდა ტანსაცმელს გარეშე შეკვეთებისთვის. მას ჰქონდა რამდენიმე მუდმივი კლიენტი, ქალბატონები, რომლებიც მოჰქონდათ ტანსაცმელი შესაკეთებლად ან შესამცირებლად, და ზოგჯერ ხალხი, რომლებიც სთხოვდნენ მას გაეკეთებინა მარტივი კაბები ან ბავშვების ტანსაცმელი. სამუშაო არ იხდიდა ბევრს, მაგრამ ეს იყო ერთადერთი რამ, რომელსაც ელენა მიცოდა როგორ გაეკეთებინა და რომელიც აძლევდა მას მცირე დამოუკიდებლობას ფინანსურად. ის კერავდა მძიმე მანქანით, რომელიც იყო სახლში იმ დროიდან, როცა დაქორწინდა, მანქანა, რომელიც ყველაფერია ხმაურიანი და პატარა დეფექტებიანი, მაგრამ რომელიც მუშაობდა. ის კერავდა საათობით, ხშირად მუდმივ პოზაში, რომელიც აწუხებდა ზურგს, თვალებს მიმართული ქსოვილზე, თითებს, რომლებიც იმუშავებდნენ ავტომატურად უკვე. მან არასოდეს აჩვენა არც ერთხელ არცერთ სიკვდილი დაღლილობის ან დაუნტერესების. უბრალოდ კერავდა, ჩუმად, საათობით. საღამოობით ელენა დაბრუნდებოდა დონა ირენეს სახლისკენ მარინას ასაღებად. ბავშვი ყოველთვის იყო ბრწყინვალე და ენერგიით სავსე, როდესაც იყო ბებიასთან, მაგრამ მას ეჩვენებოდა, რომ რაღაც იცვლებოდა მის ემოციაში, როდესაც დედა ჩნდებოდა კარში. მარინა ხდებოდა უფრო ჩუმი, უფრო შეკავებული. ის აგროვებდა თავის ნივთებს მოლოდონით და მიდიოდა დედასთან, მაგრამ არა იმ სპონტანურობით, რომელსაც აჩვენებდა უმეტესობა ბავშვების. დონა ირენე ამჩნევდა ამას. ამჩნევდა, როგორ მარინა ხდებოდა პატარა ფრთხილი ვერსია თავისა იმ წუთებში. დონა ირენე ცდილობდა ლაპარაკს ელენასთან, კითხვას კეთდა, იყო რაღაც, რაც შეეძლო დაეხმარა, მაგრამ ელენა ყოველთვის უპასუხებდა, რომ ყველაფერი იყო კარგად, რომ მხოლოდ იყო დაღლილი, რომ ბევრი სამუშაო ჰქონდა. ის ყოველთვის ამბობდა ამას იმავე ტონით, ფლატურად, ჩუმად გამოხატვის გარეშე, რომელიც უბრალოდ ხდიდა დონა ირენეს უფრო მეტად შეშფოთებულს.
მეზობლები აღწერდნენ ელენას როგორც ქალს, რომელიც ყოველთვის ჩანდა დაბოლოებული სადმე სხვაგან. მას ჰქონდა წვრილი სახე ძვლოვანი ნიშნებით, შავი თმა, რომელსაც ყოველთვის აკეთებდა დაბალ კვანძში ისე მტკიცედ, რომ ზოგჯერ ფესვები ჩანდნენ დაჭიმულნი და სხეული, რომელიც იყო ძალიან თხელი, თითქმის ფრაგილური. მისი კანი იყო ფერმკრთალი, იმ ტიპის ფერმკრთალეობით, რომელიც არ მოდის მხოლოდ დაცვის არარსებობიდან მზეზე, არამედ რაღაცას უფრო შინაგანისა. ზოგიერთი მეზობელი ამბობდა, რომ ნახეს სისხლჩაქცევები მის მკლავებზე ან ფეხებზე, მაგრამ არავინ კითხულობდა პირდაპირ. ის იყო ის დრო და ადგილი, სადაც ადამიანები არ ერეოდნენ, რაც ხდებოდა კედლების უკან. ოჯახური საქმეები იყო პრივატული და ნებისმიერი ჩარევა ითვლებოდა უპატივცემულობად ან გარდაჭარბებულ ინტერესად. ასე რომ ადამიანები უყურებდნენ, ამჩნევდნენ, ამბობდნენ ერთმანეთთან ჩუჩქულებით, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებდა. ჟოზე კარლოსი იყო მაღალი კაცი 82 წლისა, რომელსაც ჰქონდა ფართო მხრები, ძლიერი ხელები და სქელი ხმა, რომელიც ისმოდა მანძილიდან. ის იყო ცნობილი უბანში როგორც მუშა, რომელიც მუშაობდა ბევრს და რომელიც მუდამ იყო გზაზე. მისი სატვირთო მანქანა იყო ძველი ფიატი ლურჯი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხმაური და რომელიც ტოვებდა კვამლის ნაკადს თავის უკან. როდესაც ის იყო სახლში, რაც ხდებოდა ზოგადად კვირის ბოლოებში ან შემთხვევითად ორშაბათის დღეებში, მას ახსოვდა ყოფნა ხმამაღლად. ის ლაპარაკობდა ხმამაღლად, იცინოდა ხმამაღლად და ზოგჯერ, განსაკუთრებით როდესაც სვამდა, ღელავდა ხმამაღლად. მეზობლებს ჰქონდათ შეკავებული მიდგომა მასთან. ის იყო პატივსაცემი საკმარისად ქუჩაში, ამბობდა გამარჯვებას და ეკითხებოდა როგორ იყვნენ, მაგრამ არავის ნამდვილად უნდოდა გახანგრძლივებული საუბარი მასთან. იყო რაღაც მის თვალებში, რაღაც მის ენერგიაში, რომელიც აგრძნობინებდა ადამიანებს უხერხულად. ზოგიერთი იცოდა, რომ მას მოსწონდა სმა, განსაკუთრებით ბრაზილური კახეტა, რომ ზოგჯერ ის ბრუნდებოდა სახლში უკვე მთვრალი და რომ ყოვლად იყვნენ ხმები გვიან ღამით, რომლებიც მოდიოდნენ იმ სახლიდან, ხმები, რომლებიც არ იყო ნორმალური საუბრები. მარინა იყო პატარა გოგონა, წყნარი და უჩვეულოდ დამკვირვებელი. მას ჰქონდა ხვეულებიანი თმა, რომელიც ვარდებოდა მის მხრებზე, დიდი მუქი თვალები, რომლებიც ყოველთვის ჩანდნენ ყურადღებით და პატარა ხმა, რომელსაც მხოლოდ უშვებდა, როდესაც ესაუბრებოდა ბებიას ან ზოგიერთ ახლობელ მეზობელს. ის არ იყო შეშინებული ბავშვი მკაფიო გაგებით, მაგრამ იყო რაღაც მასში, რომელიც იყო ყოველთვის სიფრთხილით. ის უყურებდა ზრდასრულებს, ქცევას, იგრძნო ატმოსფეროებს და ჩანდა ჰქონდა გაგება ინსტინქტური, როდის უნდა იყოფილიყო ჩუმად და როდის შეეძლოდა თავისუფლად იყოფილიყო. ბებიას სახლში მარინა იყო განსხვავებული ბავშვი. თამაშობდა, იცინოდა, მოთხრობდა ამბებს მარტივ გზაზე, როგორც ბავშვები აკეთებენ. მაგრამ როდესაც დედა ჩნდებოდა, ან როდესაც მამა იყო სახლში, მარინა იცვლებოდა. ხდებოდა უფრო პატარა, უფრო ბუნდოვანი, თითქოს ნაწილი მისი ვიბრაციისა ქრებოდა. დონა ირენე იყო 65 წლის ქალბატონი, რომელსაც გამოცდილი ჰქონდა ცხოვრებაში და რომელსაც ჰქონდა ის ტიპის შეხედულებით, რომელიც მოდის მხოლოდ წლებიდან დაკვირვებისა ადამიანებზე. ის იყო ლაპარაკი, ღია, ხუმრობდა თავის ნათესავებთან და ყიდდა სახლის ნაკეთობ ტკბილეულებს კვირის ბაზარში ქალაქის ცენტრში. მას ჰქონდა ერთი ქალიშვილი, ელენა, და შეხედულება ამ ქალიშვილის შესახებ იყო შერეული სიყვარულით და მუდმივი შფოთვით. დონა ირენე იცოდა, რომ რაღაც არ იყო სწორი. იცოდა ეს უკვე წლების განმავლობაში. ის ამჩნევდა პატარა ნიშნებს, რომლებსაც სხვები იგნორირებდნენ, ან არინდა ნახვა. ამჩნევდა დისკრეტულ სისხლჩაქცევებს იმ გზაზე, თუ როგორ აცილებდა ელენა თვალებს, სიჩუმეებს, რომლებიც გაგრძელდებოდა ძალიან დიდხანს. ის ცდილობდა ლაპარაკს თავის ქალიშვილთან, ცდილობდა უხსნას მას დახმარების შეთავაზებას, მაგრამ ელენა ყოველთვის ბლოკავდა იმ ცდილობებს. ამბობდა, რომ ყველაფერი იყო კარგად, რომ დონა ირენე ზედმეტად ინერვიულობდა, რომ იყო არაფერი, რაც დაეხმარა. და დონა ირენე ჰქონდა საკუთარი სიცოცხლე და საკუთარი ლიმიტები, არ იცოდა როგორ ჯერ და მეტი ზეწოლა გარეშე გაფუჭების იმ ნატიფი ურთიერთობის, რომელიც მას ჰქონდა ქალიშვილთან. აგვისტოს იმ დილას 1996 წელს, როდესაც ელენა გაქრა, ამინდი იყო მშრალი და ცივი, ტიპური ზამთრის დილა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში. მზე ჯერ კიდევ იყო ალაგ ჰორიზონტის ნაპირას, მოხატავდა ცასღია ნაცრისფრად და ნარინჯისფრად. ჰაერი იყო ცივი საკმარისად, რომ ადამიანებმა ჩაეცვათ ჟაკეტები, მაგრამ არა იმდენად ცივი, რომ საჭირო ყოფილიყო მძიმე ქურთუკები. ქუჩები იყო ჯერ კიდევ ჩუმი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იძრავა გარეთ. ელენამ გამოაღოტილოს ჩანთა, რომელიც იყო დამალული მისი გარდერობის ქვედა ნაწილში და დაიწყო დადება რაღაცეების შიგნით, რამდენიმე დაკეცილი ტანსაცმელი, ტუალეტის ნივთები, ძველი რვეული მყარი ხდით, რომელიც იყო აღბეჭდილი მისი საფუძვლით და რომელზედაც ისწერდა ზოგჯერ გვიან ღამეებში.
მან ჩაიცვა შალი მხრებზე, ერთი რომელიც ჰქონდა წლების განმავლობაში და რომელიც იყო გაჭყლეტილი რამდენიმე ადგილას. მას ჩაეცვა ჩვეულებრივი ლურჯი კაბა ყვავილოვანი შაბლონით და გაცვეთილი სანდლები, რომლებიც იყო ერთადერთი კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც ჰქონდა. მარინა იყო სამზარეულოში, ჯდა პატარა ხის სკამზე მაგიდასთან, ჭამდა პურს რძით. ის აფიქსირებდა დედას ჩუმად. ელენა მივიდა მისკენ და კარგად წინ მის წინ, რათა მისი სიმაღლე შესაბამისი ყოფილიყო ბავშვის სიმაღლეს და აკოცა მას შუბლზე. კოცნა, რომელიც იყო ნაზი, მაგრამ რომელიც გრძნობოდა როგორც მშვიდობის კოცნა, როგორც თუ იყო უფრო მეტი თქმა, ვიდრე ეს პატარა ჟესტი შეეძლო გადმოეცა. ეს არ იყო ჩვეულებრივი. ელენა იყო არა ტიპი დედა, რომელიც აჩვენებდა აშკარა ნაზობებს ან სილენტური ემოციების გამოხატვას. მარინამ მოგვიანებით გაიხსენა ეს წამი მრავალჯერ ცხოვრების განმავლობაში, ყოველთვის იმავე დეტალებით, თუ როგორ იყო დედის ხელები ცივი, როდესაც შეეხო მის სახეს, თუ როგორ იყო მისი სახე დაძაბული, მაგრამ როგორღაც მშვიდი და გადაწყვეტილი ამავე დროს, თუ როგორ ყნოსა დედამ რაღაცას, რომელიც არ ესმოდა მარინას იმ მომენტში. ელენამ უთხრა მარინას მიეღო ჩანთა და წავიდეს ბებიასთან. თქვა, რომ დედა მოვიდოდა მისთვის მოგვიანებით, რომ იყო ძალიან კარგი გოგო და ეთამაშა ჩუმად ბებიასთან. მარინა დაუქნია თავი. მან არ ჰკითხა რატომ ან სად მიდიოდა დედა, რადგან ბავშვები ამასაკის ზოგადად არ კითხულობენ იმ ტიპის კითხვებს. ისინი მიიღებენ, რასაც აუბნებენ ზრდასრულები. ელენამ დაეხმარა მარინას მოაწყო ჩანთა და გახსნა წინაკარი. გარეთ ჰაერი იყო სასიცოცხლო და ტკბილი იმ სპეციფიკური გზით, რომელიც ხდება დილის ბრაზილიის ზამთრებში, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ არის მყუდრო და დღე არ დაიწყო. ელენამ უყურა ქუჩას, მარჯვნივ და მარცხნივ და შემდეგ უთხრა მარინას წავედით. ისინი სიარულობდნენ ერთად რამდენიმე ნაბიჯზე, ელენა ჭერდა ხელს პატარასთან და შემდეგ გააჩერა. მან დათრგუნა კვლავ და უთხრა მარინას, რომ ის უყვარდა, რომ გახსოვდეს ეს ყოველთვის. მარინამ დაუქნია თავი კვლავ, არასრულიად გაიგო მნიშვნელობა იმ სიტყვების, მაგრამ გრძნობდა, რომ იყო რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. ელენამ გაბა უკან უყურა თავის ქალიშვილს ერთი ბოლო დროებით და შემდეგ აბრუნა და დაიწყო სიარული მიმართულებით, რომელიც არ იყო მიმართულება დონა ირენეს სახლისკენ. მარინა დარჩა იქ, დაბნეული უყურებდა დედას დისტანციიდან. რამდენიმე წუთის შემდეგ ის გააგრძელა სიარული ბებიასთან, მარტო სამი ქუჩით პატარა ფეხებით, რომლებმაც უკვე იცოდნენ გზა. დონა ირენემ გააცნობიერა, რომ რაღაც არ იყო სწორი იმედიანად, როდესაც ნახა მარინა მისი კარში მარტო. ეს არ იყო სრულიად უჩვეულო, რადგან მარინა ზოგჯერ მოდიოდა მარტო თუ ელენას ჰქონდა რაღაც გასაკეთებელი სასწრაფოდ, მაგრამ იყო რაღაც სხვა იმ დილას. მარინა ამბობდა, რომ დედამ უთხრა წავედა ბებიასთან, მაგრამ არ ამბობდა რატომ ან სად მიდიოდა დედა. დონა ირენემ ჰკითხა რამდენიმე კითხვა, მაგრამ მარინა მხოლოდ იმეორებდა, რომ დედამ უთხრა წავედა და რომ მოვიდოდა მოგვიანებით. დონა ირენე გრძნობდა დისკომფორტს, შეგრძნება, რომ რაღაც არ იყო სწორი, მაგრამ გადაწყვიტა არ გაძაბოს ბავშვს. მან უხსნა მარინას შიგნით და გააცნობიერა ლოდება. საათი გავიდა. შემდეგ მეორე. დონა ირენე იწყებდა მზარდ ნერვიულობას. საჩუქარი იყო უკვე შუადღე და ელენა არ გამოჩენილიყო, არ დარეკა, არ გაუგზავნა ხაბარი არავის მეზობლის მეშვეობით. დონა ირენემ გადაწყვიტა წავიდეს ელენას სახლისკენ. მან უთხრა მარინას დარჩენოდა თან მეზობლის ქალბატონთან, რომელიც იყო მისივე ასაკის და რომელსაც შეეძლო ყურადღება მიექცია ბავშვის და დაძრა ის სამი ქუჩა სწრაფად. როდესაც მივიდა ელენას სახლთან, მან დაინახა, რომ კარი იყო ჩაკეტილი. დაძახა ელენას სახელს რამდენჯერმე, ხლოპუნებდა ხის კარს მტკიცედ, მაგრამ არავინ არ უპასუხა. სახლი იყო სრულიად ჩუმი. დონა ირენე მივიდა გვერდითი კარის მხარეს, ცდილობდა უყურო ფანჯრებიდან, მაგრამ ფარდები იყო დახურული. მან ჰკითხა მეზობელს, მუხუც კაცს, რომელიც ცხოვრობდა მეორე სახლში, თუ ნახა ელენა იმ დილას. კაცმა თქვა, რომ არ ნახა არავინ, მაგრამ რომ ისმოდა რაღაც ხმები ძალიან ადრე, მაგრამ არ იყო დარწმუნებული რა იყო. დონა ირენე დაბრუნდა თავის სახლისკენ, უფრო მეტად შეწუხებული ახლა, უკვე გრძნობდა წონა რაღაცის ცუდის მუცელში. საღამო მოვიდა და ელენა არ დაბრუნდა. დონა ირენე იყო ვერსწინა იმ ღამით. ის იყო ლოდება, უყურებდა ფანჯარას, ელოდა ბგერა ფეხის ნაბიჯების, ელოდა კარის ხმა, მაგრამ არაფერი არ მოვიდა. მარინა იძინა უკვე, დაღლილი დღიდან და არასრულიად გაიგო სტრესი, რომელიც იყო ჰაერში. მეორე დღეს დონა ირენემ ხელახლა წავიდა ელენას სახლისკენ. კარი იყო კვლავ ჩაკეტილი. მან ჰკითხა მეტ მეზობლებს. ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ ფიქრობდა, რომ ნახა ქალი, რომელიც შეგავდა ელენას მიმავალი დილის ნისლში, მიმართულებით ქალაქის გვერდით, მაგრამ არ იყო დარწმუნებული.
თქვა, რომ იყო ძალიან ადრე და რომ ჰაერი იყო ბურუსიანი. სხვა მეზობელმა თქვა, რომ არ ნახა არაფერი, მაგრამ რომ ისმოდა სატვირთო მანქანის ხმა რაღაც დროს ღამის, რაც არ იყო სრულიად უჩვეულო, რადგან ჟოზე კარლოსი ხშირად ბრუნდებოდა გვიან მოგზაურობიდან. ჟოზე კარლოსი დაბრუნდა სახლში 2 დღის შემდეგ. ის არ იყო გაცნობიერებული, რომ ელენა გამქრალა. მან პარკა თავისი სატვირთო მანქანა საჩვეულებრივ ადგილას ქუჩის გვერდით და მივიდა სახლის კარისკენ კარგად განწყობით, ტიპიურად როდესაც ბრუნდებოდა მოგზაურობიდან. როდესაც ნახა, რომ კარი იყო ჩაკეტილი და არავინ არ უპასუხა მის დაძახილზე, წავიდა დონა ირენეს სახლისკენ, ფიქრობდა, რომ მარინა იქნებოდა იქ და რომ შესაძლოა ელენა კი იყო მასთან. დონა ირენემ გახსნა კარი და უთხრა მას, ძალიან პირდაპირ და ჩუმად, რათა მარინამ არ ესმინა, რომ ელენა არ ყოფილა დანახული 2 დღის განმავლობაში, რომ დაეტოვა სახლი იმ აგვისტოს დილას და არ დაბრუნებულა. ჟოზე კარლოსის რეაქცია იყო ერთდროულად გაოცება და გაბრაზება. ის უარყოფდა, ამბობდა, რომ ეს იყო შეუძლებელი, რომ ელენა არასოდეს წავიდოდა ასე, რომ უნდა იყოს არასწორი გაგება. მაგრამ დონა ირენე დაჟინებდა. თქვა, რომ ელენა მართლა წავიდა, რომ მარინამ ნახა, ის მიდიოდა, რომ ეს იყო რეალური. ჟოზე კარლოსი დაბნეული ჩანდა, შემდეგ გაბრაზებული, შემდეგ რაღაც სხვა, რომელიც იყო ძნელი ამოსაკითხავი. ჟოზე კარლოსმა წავიდა პოლიციაში მესამე დღეს ელენას გაქრობის შემდეგ. პოლიციის განყოფილებაში იტაპეტინინგაში, რომელიც იყო პატარა მშენებლობა ქალაქის ცენტრში, მოხელეებმა მიიღეს ინფორმაცია მშვიდად. ხდებოდა შემთხვევები გამქრალი ადამიანების, განსაკუთრებით ქალების, რომლებიც ზოგჯერ წავიდოდნენ ნებაყოფლობით, რათა გაქცეულიყვნენ მძიმე სიტუაცია ან სამუშაოს ძებნისთვის მეორე ქალაქებში. პოლიციამ დააფიქსირა ელენას აღწერა, ასაკი, რა იყო ჩაცმული და დაპირდა, რომ შეაქცევდა ყურადღებას. მაგრამ მათ კი უთხრეს ჟოზე კარლოს, რომ მანამდე 61 საათი არ გადიოდა, რომ ზოგადად ზრდასრულები ჰქონდათ უფლება წასულიყვნენ თუ მოინდომდათ და რომ საჭირო იყო ველოდოთ ოფიციალური პერიოდის გადასვლად, წინ შეეძლოთ გამოძიება ფორმალურად. ჟოზე კარლოსი გამოვიდა განყოფილებიდან გაბრაზებული და მოუსვენელი. მან თქვა დონა ირენესთან, რომ იგი არ ელოდებოდა პოლიციას, რომ გააკეთებდა საკუთარ ძიებას. მომდევნო დღეებში ჟოზე კარლოსმა დაიწყო კითხვა ყველგან. მან სიარულობდა ქალაქში, ისაუბრა ადამიანებთან ბარებში, მაღაზიებში, ავტობუსის სადგურში, ბაზარში. მან აჩვენა ელენას ფოტო, ძველი ფოტო, სადაც ის ჩანდა ბევრი წლის უკან და კითხულობდა თუ ვინმე ნახა. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობდა, რომ იცნობდა სახეს, მაგრამ არავინ იყო დარწმუნებული. ერთმა კაცმა თქვა, რომ ფიქრობდა, რომ ნახა ქალი, რომელიც გავდა ამ აღწერას, აწმყობდა ავტობუსს, რომელიც მიემართებოდა სორაკაბასკენ, ქალაქი, რომელიც იყო დაახლოებით 70 კილომეტრი მანძილზე. სხვა კაცმა ამბობდა, რომ ნახა ქალი მარტივად ქუჩაზე, რომელიც მიემართებოდა გარეუბნებისკენ, სადაც იყვნენ ფაზენდები. თქვა, რომ ის ატარებდა ჩანთას და ჩანდა, რომ მიდიოდა ფეხით რაღაცისკენ. მაგრამ არავინ არ იყო რაღაცზე დარწმუნებული. ინფორმაცია იყო ბუნდოვანი, წინააღმდეგობრივი, უსარგებლო. კვირების შემდეგ, როდესაც აშკარა ხდებოდა, რომ ელენა არ ბრუნდებოდა სწრაფად, დონა ირენემ ჰკითხა ჟოზე კარლოს თუ იყო რაღაც, რაც მოხდა, რაღაც, რაც შეეძლო ახსნა ელენას წასვლა. ჟოზე კარლოსი გამხდარა თავდაცვით კიდევ უფრო. ამბობდა, რომ არაფერი მოხდა, რომ ყველაფერი იყო ნორმალური, რომ ელენა უბრალოდ ფსიქოლოგიურად არასტაბილური ქალი იყო, რომელმაც გამოიფიქრა წასვლა. ამბობდა, რომ ყოველთვის ჰქონდა პრობლემები, რომ ყოველთვის ჩანდა უბედური, რომ შესაძლოა წავიდა ვინმესთან, ვისთანაც დაქორწინებამდე ყოფილა, ან რომ უბრალოდ გადაწყვიტა დატოვება ყველაფრისა და ახალი ცხოვრების დაწყება სადმე. დონა ირენე არ ერწმუნებოდა ამას. ის იცნობდა თავის ქალიშვილს, საკმარისად იცოდა, რომ ელენა არ იყო ტიპი, რომელსაც გაექცეოდა ქალიშვილი და დატოვებდა ყველაფერს უკან. მაგრამ მას არ ჰქონდა მტკიცებულება, არაფერი კონკრეტული, რომელიც შეეძლო თქმა. მხოლოდ ჰქონდა იმგრძნობა, შეგრძნებაში და რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. დრო გადიოდა და საქმე ელენა ფერეირა დოს სანტოსის იწყებდა ჩაცვიდა. პოლიციას ჰქონდა სხვა პრიორიტეტები, სხვა შემთხვევები, რომლებსაც სჭირდებოდა ყურადღება. ოჯახის წევრები, რომლებიც ცხოვრობდნენ სხვა შტატებში, კონტაქტში იყვნენ მხოლოდ სატელეფონო და არჩვილებით მოდიოდნენ იტაპეტინინგაში საძებნელად. ცხოვრება გრძელდებოდა. მარინა შევიდა სკოლაში, პატარა ადგილობრივ სკოლაში, სადაც ბავშვები სწავლობდნენ ერთად მარტივ ოთახებში. ის იყო ჩუმი გოგონა, რომელიც იჯდა უკანა რიგებში, არ ლაპარაკობდა ბევრს და არ იყო მეგობრები ბევრი. მასწავლებლები ამჩნევდნენ, რომ ის იყო იზოლირებული, რომ არ თამაშობდა დარჩენისას, რომ ჩანდა ყოველთვის სადმე სხვაგან თავის თავში. როდესაც კითხავდნენ თუ ყველაფერი კარგად იყო, მარინა დაუქნოდა თავს და ამბობდა დიახ. ის ისწავლა ცოცხლობა ქვეშ რადარში. ისწავლა, როგორ ყოფილიყო უხილავი.
წლები გაემართა თბილი და ჩუმად. მარინა გაიზარდა სახლში დონა ირენესთან, რომელიც გახდა მისი ძირითადი მშობელი ფიგურა. ჟოზე კარლოსი აგრძელებდა ცხოვრებას იმავე სახლში, აგრძელებდა მუშაობას მძღოლად და დრო განმავლობაში გაათავისუფლა საუბარი ელენაზე. ის იშვიათად ეუბნებოდა მარინას რაღაცეებს მის დედაზე. როდესაც ბავშვი კითხულობდა, მან უბრალოდ ამბობდა, რომ დედა წავიდა და არ ბრუნდებოდა. ამბობდა ასე იმ ტონით, რომელიც არ იძლეოდა შემდგომ კითხვებს ადგილს. მარინა გაიზარდა ცოდნით, რომ დედა აღარ იყო, მაგრამ არასოდეს სრულიად გაგებაში თუ რატომ. მას გრძნობდა განსხვავებული სხვა ბავშვებიდან, როგორც რომ ატარებდა საიდუმლოს, რომლის საუბარი არავის სძლო. 2013 წელს, როდესაც მარინას 21 წელი ჰქონდა, იყო ახალი მომძებელი, რომელიც დააინტერესა ძველი შემთხვევებით იტაპეტინინგასა და გარშემო რეგიონში. მისი სახელი იყო ფერნანდო კრუზი, ადამიანი, რომელიც 12 წელი მუშაობდა პოლიციაში და რომელსაც ჰქონდა რეპუტაცია იყოფილიყო მუდამი და გულით იმ შემთხვევებზე, რომლებიც სხვები დაივიწყებდნენ. ფერნანდომ დაიწყო გადახედა ძველი ფაილების გამქრალი პირების და ელენა ფერეირა დოს სანტოსის შემთხვევა იყო ერთი მათგანი, რომელმაც დააინტერესა. 18 წელი გავიდა უკვე. ბევრი დრო. მაგრამ ფერნანდო იცოდა, რომ ზოგჯერ სიმართლე რჩებოდა დამალული არა იმიტომ, რომ არ იყო, არამედ იმიტომ, რომ არავინ კითხულობდა სწორ ადამიანებს სწორ კითხვებს. ფერნანდომ დაიწყო ლაპარაკი ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ახლოს ელენასთან. ძველი მეზობლები, რომელთაგან ბევრი აღარ ცხოვრობდა იმავე უბანში. რამდენიმე ახსოვდათ ელენა, მაგრამ არავის ჰქონდა რაღაც მნიშვნელოვანი რომ ეთქვათ. ფერნანდომ ისაუბრა ჟოზე კარლოსთან, რომელიც ახლა იყო უფრო მოხუცი და დაავადებული დიაბეტით. ჟოზე კარლოსი იყო თავდაცვითი და გაბრაზებული, რომ ძველი ისტორიები ირევა. ამბობდა, რომ თქვა ყველაფერი, რაც იცოდა წლების წინ და რომ არაფერი არ შეცვლილა. ფერნანდო არ აიძულა, მაგრამ იგი გრძნობდა, რომ ჟოზე კარლოსი ამალავდა რაღაცას, ან მაინც არ ამბობდა მთელ სიმართლეს. შემდეგ ფერნანდომ გადაწყვიტა ისაუბროს მარინასთან. მან იპოვა მარინას მისამართი და გაუგზავნა წერილი. წერილში ახსნა, რომ იყო პოლიციელი, რომელიც მუშაობდა დედის შემთხვევაზე და რომ იმედოვნებდა რამდენიმე კითხვას დასმას. მარინამ არ უპასუხა იმედიანად. გავიდა კვირები. ფერნანდომ გადაწყვიტა უფრო პირდაპირი მიდგომა. ერთ საღამოს ის დარჩა გარეთ მაღაზიაში, სადაც მარინა მუშაობდა, ელოდა მას დაასრულოს ცვლა. როდესაც მარინა გამოვიდა, ფერნანდომ წარადგინა თავი ძალიან ფრთხილად და თხოვა, რომ ეძლევა შანსი ლაპარაკისა. მარინა იყო გაცივებული და დაცული. თქვა, რომ არ იცოდა არაფერი, რომ ის იყო პატარა, როდესაც დედა წავიდა. ფერნანდო არ აიძულა. უბრალოდ თქვა, რომ გაიგო, რომ დრო იყო ძალიან ბევრი და რომ შესაძლოა მარინას არაფერი ახსოვდა. მაგრამ თქვა კი, რომ თუ ოდესმე მარინას მოეწონებოდა ლაპარაკი, ის იქნებოდა იქ. დატოვა თავისი ტელეფონის ნომერი და წავიდა. 2 თვე გავიდა. ერთ ღამეს გვიან მარინამ დარეკა. მისი ხმა იყო დაბალი, გატეხილი, კომპრომისული. თქვა, რომ ფიქრობდა ბევრს დიდი ხნის განმავლობაში და რომ იყო რაღაც, რაც მან არასოდეს უთხრა არავის, რაღაც, რომელიც ატარა თავის თავში მთელი ცხოვრების განმავლობაში და რომელიც ახლა ხდებოდა ძალიან მძიმე მარტო. ფერნანდომ მშვიდად ისმინა და თხოვა შეხვედრა. მარინამ აირჩია პატარა ეკლესია უბნის გარეთ, ადგილი, რომელიც იყო ჩუმი და სადაც მცირედი ადამიანები მიდიოდნენ. ისინი შეხვდნენ ორშაბათს საღამოს. მარინა ჯდომდა სკამზე გარეთ ეკლესიისა, ხელები შეკრული თავის ტიხაზე. ფერნანდო დაჯდა მის გვერდით და არაფერი არ თქვა, უბრალოდ ლოდებდა. და მარინამ დაიწყო ლაპარაკი. მან უთხრა, რომ ახსოვდა იმ დილას ძალიან კარგად. ახსოვდა, როგორ დედამ აკოცა, როგორ თქვა, რომ უყვარდა, როგორ გავიდა. მაგრამ თქვა კი, რომ იყო რაღაც სხვა, რაც მან არასოდეს უთხრა არავის, რაღაც, რაც ატარა 6 წლების განმავლობაში. მარინამ თქვა, რომ იმ დილას, ადრე, ის გაიღვიძა ხმაურით. გაიღვიძა იმიტომ, რომ ისმოდა ხმები. არა ყვირილი, არა ძლიერი ხმაური, მხოლოდ ხმები, რომლებიც იყო დაბალი, მაგრამ დაძაბული. მან თქვა, რომ ახსოვდა, როგორ დარჩა თავის საწოლში, არედო მოძრაობა, შიშობდა გაკეთება ხმა. ახსოვდა, როგორ ისმოდა მამის ხმა, ხმა, რომელიც ამბობდა რაღაცებს, რომლებსაც ვერ გაიგებდა. და დედის ხმა, რომელიც იყო უფრო ჩუმი, თითქმის შეუძლებელი ამოსაკითხავი. მარინამ თქვა, რომ ახსოვდა, როგორ გრძნობდა სახლი, ვიბრირებდა ნაბიჯებით, როგორ იყო შიშის შეგრძნება ჰაერში. და შემდეგ სიჩუმე. გრძელი სიჩუმე. მარინამ თქვა, რომ ბევრი წლის განმავლობაში ვარაუდობდა რა მოხდა, მაგრამ არასოდეს ჰქონდა თამამის საუბარი. თქვა, რომ ეშინოდა მამის, ეშინოდა რა მოხდებოდა თუ ის იცოდა, რომ ის იცოდა რაღაც.
თქვა, რომ როდესაც იზრდებოდა, ვარაუდობდა, რომ მამამ გააკეთა რაღაც, რომელიც აიძულა დედა წავედა, ან უარესი რომ მოხდა რაღაც, რომელიც არავინ აღარ საუბარობდა. მაგრამ არასოდეს შეეძლო დარწმუნება იყოფილიყო? მხოლოდ იცოდა, რომ მამა იყო სახლში იმ დილას, თუმცა ყველას ეგონა, რომ ის იყო გზაზე. იცოდა იმიტომ, რომ ნახა მისი სატვირთო მანქანა პარკული ქუჩის გვერდით, სადაც ის ყოველთვის პარკავდა, როდესაც იყო სახლში. მარინამ თქვა, რომ ეს არის ის დეტალი, რომელიც ატარა წლების განმავლობაში, დეტალი, რომელიც აყალიბებდა ყველაფერს, რასაც ფიქრობდა და რასაც ეშინოდა. ფერნანდო ისმენდა ყველაფერს გულდასმით, არ წყვეტდა, არ კითხულობდა. როდესაც მარინამ დაასრულა, არსებობდა გრძელი, მძიმე სიჩუმე. ფერნანდომ თქვა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ ისაფასებდა თამამობას, რომელიც მან გამოავლინა საუბარში. შემდეგ კითხა, თუ იყო რამე სხვა, ნებისმიერი სხვა დეტალი, რაიმე, რაც მარინამ დაინახა ან ისმინა იმ დღეში ან დღეებში, რომლებიც მოჰყვა. მარინამ თქვა, რომ იყო კიდევ ერთი რამ. თქვა, რომ დღეებში შემდეგ დედის წასვლის მამამ ურჩა დაწვას ყველაფერი, რომელიც ეკუთვნოდა ელენას. კაბები, ფეხსაცმელი, პირადი ნივთები, თუნდაც ფოტოები. მან აყალიბა ცეცხლი ეზოში და დაწვა ყველაფერი. მარინამ თქვა, რომ დონა ირენე ცდილობდა შეაჩერებინა, ამბობდა, რომ უნდა შენარჩუნებულიყო ნივთები იმ შემთხვევაში, თუ ელენა ბრუნდებოდა, მაგრამ ჟოზე კარლოსი უარყოფდა. ამბობდა, რომ ელენა არასოდეს არ ბრუნდებოდა, რომ იყო უსარგებლო შენარჩუნება ნივთების, რომლებიც მხოლოდ აკეთებდნენ ტკივილს. იმ დროს ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო გზა მოშორების ტკივილისა. მაგრამ მარინამ ახლა, ზრდასრული ქალიშვილი, ფიქრობდა, რომ იყო რაღაც სხვა. ფიქრობდა, რომ ეს იყო გზა მოშორების მტკიცებულების. ფერნანდომ ჰკითხა, თუ მარინა იყო მზად მიცემა ფორმალური ჩვენება, თუ მზად იყო საუბარი სასამართლოში, თუ საჭირო გახდებოდა. მარინამ გაირღა თავი. თქვა, რომ კი ეუბნებოდა ფერნანდოს, მაგრამ რომ არ შეეძლო წასვლა საჯაროდ. თქვა, რომ კვლავ ეშინოდა, თუმცა მამა იყო ახლა უფრო სუსტი და ნაკლებად საშიში. თქვა, რომ ეშინოდა, რა ფიქრობდა ადამიანები, რა ამბობდა ქალაქში. ფერნანდო გაიგო. არა იძულა. დაპირდა, რომ მუშაობდა შემთხვევაზე, რომ ცდილობდა პოვნა სხვა მტკიცებულებები, მაგრამ რომ არ აიძულებდა მარინას გააკეთებინა რაღაც, რისთვისაც არ იყო მზად. მომდევნო თვეებში და წლებში ფერნანდომ ცდილობდა, რაც შეეძლო. ისაუბრა ძველ მეზობლებთან თავიდან. ერთმა მოხუცმა კაცმა, ისევე ადრე ახსენებული, თქვა, რომ ახსოვდა, რომ ჟოზე კარლოსის სატვირთო მანქანა იყო პარკული რამდენიმე დღის განმავლობაში იმ კვირაში, რაც იყო უჩვეულო, იმიტომ რომ ჟოზე კარლოსი ჩვეულებრივ იყო გზაზე. მაგრამ ეს არ იყო არაფერი კონკრეტული. ფერნანდომ ცდილობდა პოვნა ძველი ტელეფონის ჩანაწერები, ბანკის ტრანზაქციები, რაიმე, რაც შეეძლო დაემტკიცებინა, სადაც იყო ჟოზე კარლოსი იმ დღეებში, მაგრამ ყველაფერი იყო გაქრობილი დროში. ეს იყო 1996 წელი, როდესაც ძალიან ცოტა იყო დოკუმენტირებული დიგიტალურად. ყველაფერი იყო მხოლოდ ქაღალდზე და ბევრი ქაღალდები უკვე დაკარგული იყო ან განადგურებული. პოლიციას არ ჰქონდა რესურსები თუ ინტერესი დიდი გამოძიების გასაკეთებლად შემთხვევაში, სადაც არ იყო სხეული, არ იყო მოწმეები გარდა ბავშვის მეხსიერებისა, არ იყო ფიზიკური მტკიცებულება. საქმე დარჩაღია, მაგრამ არა აქტიური. ფერნანდო გადავიდა სხვა ქალაქში 2015 წელს და შემთხვევა ელენა ფერეირა დოს სანტოსის დაბრუნდა თავის წინა მდგომარეობაში, ფაილი კარადაში, სახელი სიაში, ისტორია, რომელიც არავის აღარ ახსოვდა. იმავე წელს, 2015 წელს, ჟოზე კარლოსი გარდაიცვალა. ის იყო 72 წლისა. გარდაიცვალა გულის შეტევით თავის სახლში, იმავე სახლში, სადაც ცხოვრობდა ელენასთან. მარინა იყო ერთადერთი ოჯახის წევრი, რომელიც დაესწრო დაკრძალვას. იყო მხოლოდ რამდენიმე მეზობელი, ძველი ადამიანები, რომლებიც ახსოვდათ ჟოზე კარლოსი. დაკრძალვა იყო მოკლე, ჩუმი, უემოციო. მარინა არ ტიროდა. დგას სასაფლაოზე, უყურებდა, როგორ ჩაქვეითდებოდა 5 მიწაში და გრძნობდა რაღაც, რომელიც არ იყო მწუხარება მამისთვის, არამედ რთული, შერეული განცდა რელიეფის, ბრაზის და უსასრულო სინანულის. შემდეგ მამის გარდაცვალების მარინამ განიხილა გადაწყვეტა წავიდეს პოლიციაში და მიეცა ოფიციალური ჩვენება. ახლა რომ მამა აღარ იყო, ახლა რომ ის აღარ შეეძლო რაიმე გაკეთება, შესაძლოა იყო ხანის საუბარი. მან გადაწყვიტა. წავიდა პოლიციის განყოფილებაში ერთ ოთხშაბათს და ჰკითხა ვინმესთან ლაპარაკი შემთხვევაზე ელენა ფერეირა დოს სანტოსის. მიიღეს ახალი მომძებელით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც არ იცნობდა შემთხვევას. მარინამ უამბა ყველაფერი. უამბა რა ახსოვდა იმ დილას, უამბა ხმების შესახებ, უამბა სატვირთო მანქანის შესახებ, უამბა ცეცხლის შესახებ, რომელმაც მოიხსნა ყველა კვალი დედისა.
ქალმა დაწერა ყველაფერი, კითხა რამდენიმე კითხვა და თქვა, რომ ჩვენება იქნებოდა დოკუმენტირებული და დამატებული ფაილში. მაგრამ ქალმა კი თქვა თანაგრძნობით, მაგრამ პირდაპირ, რომ 15 წელი გავიდა. თქვა, რომ გამოძიება იმ მომენტში იყო თითქმის შეუძლებელი. არ იყო ფიზიკური მტკიცებულება, არ იყო სხეული, არ იყო მოწმეები გარდა მარინასი და მარინას მეხსიერება იყო მეხსიერება ბავშვისა, რომელმაც დაინახა ან ისმინა რაღაცეები, მაგრამ არ იცოდა ზუსტად რა. თქვა, რომ თვითონ ის, რომელიც მარინამ ჩათვალა საეჭვოდ, ჟოზე კარლოსი უკვე გარდაიცვალა, რაც ნიშნავდა, რომ არასოდეს იქნებოდა სასამართლო, არასოდეს იქნებოდა პასუხები. მარინა გამოვიდა პოლიციის განყოფილებიდან იმ დღეს გრძნობდა ცარიელ, გაოცებულ, გაბრაზებულ. იყო თქვა სიმართლე იყო გააკეთა სწორი, მაგრამ არაფერი შეცვლილა. დედა კვლავ იყო გამქრალი, კვლავ არ იყო პასუხები, კვლავ არ იყო სამართლიანობა. დღეს 2026 წელს მარინას აქვს 34 წელი. ის კვლავ მუშაობს იმავე მაღაზიაში, კვლავ ცხოვრობს იმავე პატარა ბინაში. გააკეთა სიცოცხლე ჩუმი და მარტოობით. არ დაქორწინდა, არ გაჩენილა შვილები, არ აშენა ოჯახი. ამბობს, რომ არ გრძნობს ბზად იმისთვის, რომ არის რაღაცეები, რომელიც ატარებს, რომელიც ართულებს ახლოს ყოფნას ადამიანებთან. თერაპევტი, რომელთანაც საუბარობდა რამდენიმე წელი, ურჩა, რომ პატიება საკუთარი თავის იყო მნიშვნელოვანი, რომ არ იყო მისი ბრალი, რომ ის იყო ბავშვი, რომ არ შეეძლო გაგება რა ხდებოდა. მაგრამ მარინა ვერ გრძნობს იმას. ვერ ათავისუფლებს თავის თავს იმ შეგრძნებისგან, რომ თუ მან თქვა რაღაც უფრო ადრე, თუ მან იყო უფრო თამამი, როდესაც იყო პატარა, შესაძლოა რაღაც შეცვლილიყო. ზოგჯერ გვიან ღამით, როდესაც ვერ იძინებს, მარინა ფიქრობს დედაზე. ფიქრობს თუ რა გრძნობდა ელენა იმ ბოლო დილას, როდესაც აკოცა მას და უთხრა, რომ უყვარდა. ფიქრობს თუ ელენა მიცოდა, რომ ეს იყო ბოლო დრო. ფიქრობს თუ იყო წამი, მაშინაც მხოლოდ წამი, როდესაც ელენამ გაიხსენა უკან, ნახა მარინა და იფიქრა რაღაც, რომელიც არასოდეს ითქმება ხმამაღლა. ფიქრობს თუ დედა ცდილობდა დაცვა მას, ცდილობდა გააკეთა რაღაც, რაც შეინახავდა მარინას უსაფრთხოდ. ფიქრობს თუ ის ბოლო კოცნა იყო მშვიდობის კოცნა, არა მხოლოდ საბავშვო, არამედ ის სახის მშვიდობა, რომელიც ადამიანები ამბობენ, როდესაც იციან, რომ არასოდეს არ დაბრუნდებიან. მარინა არ იცის რა მოხდა მის დედას. ვერასოდეს იცის. არ არის სხეული, არ არის ადგილი, სადაც შეუძლია წასვლა და ტირილი, არ არის სასაფლაო, სადაც შეუძლია დადება ყვავილები. არის მხოლოდ მეხსიერება, მეხსიერება პატარა გოგონას, რომელმაც ნახა თავისი დედა მიდიოდა და არასოდეს არ დაბრუნდა. მეხსიერება, რომელიც გახდა წონა, წონა, რომელიც ატარა ყველა დღეს თავის ცხოვრებაში. მეხსიერება, რომელიც გახდა ნაწილი იმისა, ვინც ის არის, ნაწილი, რომელიც ვერასოდეს შეძლებს მოშორებას. დონა ირენეს სახლი, სადაც მარინამ გაატარა იმდენი დრო ბავშვობაში, დღეს გახდა პატარა მაღაზია, რომელიც კიდის საყოფა ცხოვრებო პროდუქტებს და სნექებს. სახლი, სადაც ელენა ცხოვრობდა, ჩამოიქცა რამდენიმე წლის წინ და ახლა არის ცარიელი ადგილი გარშემორტყმული ბალახით. მეზობლები, რომლებიც ახსოვდათ ელენა, უმეტესობა უკვე გარდაიცვალა ან გადავიდა. ახალი თაობები, რომლებიც ცხოვრობენ იმ უბანში, არაფერი იციან ისტორიის შესახებ, რომელიც მოხდა წლების წინ. ელენა ფერეირა დოს სანტოსი გახდა სტატისტიკა ნომერი ძველ სიაში, სახელი, რომელიც აღარავის ახსოვს. მაგრამ მარინა ახსოვს. ის ახსოვს ყოველი დღე. ახსოვს სახე დედისა, ახსოვს ხმა დედისა, ახსოვს გრძნობა დედის ხელების, როდესაც აკოცებდა მას შუბლზე იმ ბოლო დილას. ახსოვს შიში, რომელიც იყო ჰაერში იმ დღეებში, სიჩუმე, რომელიც მოჰყვა, წლები, რომლებიც გავიდა ლოდების და იმედოვნების და ბოლოს მიღების. მარინა ახსოვს, იმიტომ რომ ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ატარებს იმ სიმართლეს, ერთადერთი ადამიანი, რომელიც იცის, რომ რაღაც მოხდა იმ დილას, რომელიც არავინ სხვა იცის ან აღიარებს. ზოგჯერ მარინა ფიქრობს გააკეთოს კიდევ ერთი მცდელობა. მიდის პოლიციაში, კვლავ ილაპარაკოს ჟურნალისტებთან, გააკეთოს საჯარო, რაც იცის. მაგრამ ყოველჯერ თავს უჭერს უკან. ძალიან ბევრი წელი გავიდა. ძალიან ბევრი დავიწყება მოხდა. და ღრმად მარინა იცის, რომ თუნდაც თუ ის საუბარობდა, თუნდაც თუ ყველა მისმინა, არაფერი შეცვლიდა ფაქტს, რომ დედა წავიდა და არასოდეს არ დაბრუნდა, რომ არასოდეს იქნება პასუხები კომპლექტური, არასოდეს იქნება დახურვა. ისტორია ელენა ფერეირა დოს სანტოსის არის ისტორია, რომელიც არის მრავალი. ისტორია ქალების, რომლებიც ქრებიან ჩუმად, რომლებიც სწავლენ და არავინ კითხულობს ზუსტად რატომ ან როგორ. ისტორია ოჯახების, რომლებიც ატარებენ საიდუმლოებებს, რომლებიც არასოდეს ითქმება, რომლებიც გადადის თაობიდან თაობაში როგორც წონა, რომელიც ვერავის ძალუძს დადება. ისტორია დროისა, რომელიც გადის და რომელიც იღებს სიმართლეს, მასთან ტოვებს მხოლოდ ფრაგმენტებს და საეჭვობებს და მეხსიერებებს, რომლებიც ვერასოდეს შეძლებს იყოს დადასტურებული.
იტაპეტინინგაში ცხოვრება გრძელდება ნელა. ზაფხულები მოდის და მიდის, ცხელი და მშრალი. ზამთრები მოდის და მიდის, ცივი და ბურუსიანი. ახალი ადამიანები იბადება, იზრდებიან, ქორწინდებიან, იქმნიან ოჯახებს. ძველი ადამიანები კვდებიან და ფრთხის სასაფლაოებში, რომლებიც ივსება ნელა. ქუჩები იცვლება, სახლები იშენება და ინგრევა, მაღაზიები იხსნება და იკეტება. მაგრამ ზოგიერთი რამ რჩება. ზოგიერთი ისტორიები რჩება. ზოგიერთი მეხსიერებები რჩება. და სადმე ქალაქის გარეუბანში ქალი 34 წლის ადგას თავისი ბინის ფანჯარასთან, უყურებს ქუჩას, ფიქრობს დედაზე, რომელიც გაქრა წლების წინ. ფიქრობს სიმართლეზე, რომელიც ითქვა ძალიან გვიან, რომელიც მოსმენა არავის უნდა, რომელიც დაიკარგა დროში და სიჩუმეში და შიში, რომელიც აკავებს ადამიანებს ლაპარაკისგან. ფიქრობს იმაზე, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი ტრაგედია არ არის რაც ხდება, არამედ არის ის, რაც არასოდეს არ ითქმება, არის ის, რაც რჩება დამალული. არის ის, რაც ატარებენ ადამიანები მარტო წლების განმავლობაში, რადგან ძალიან ეშინიათ, ან ძალიან პატარები არიან, ან ძალიან გვიანია რომ საუბაროს. და ასე ამბავი ელენა ფერეირა დოს სანტოსის რჩება, დაწერილი არა წიგნებში ან საგაზეთო სათაურებში, არამედ გულში ერთი ქალისა, რომელიც ახსოვს. რჩება როგორც შეხსენება, რომ არა ყველა დაკარგვა აქვს ახსნა, არა ყველა გაქრობა აქვს კომპლექტური ისტორია, არა ყველა სიმართლე ითქმება დროზე. რჩება როგორც ისტორია ჩუმი, მძიმე, დამანგრეველი ტიპით, რომელიც არ ყვირის, მაგრამ რომელიც რჩება გონებაში წლების განმავლობაში. ისტორია იმ ტიპის, რომელიც მოგაგონებს ადამიანებს, რომ ზოგჯერ საშინელებელი არ არის ის, რაც ვიცით, არამედ არის ის, რაც ვერასოდეს გავიგებთ, არის ის, რაც დარჩება ყოველთვის იქ, გარეთ ჩვენი მიღწევის, ჩრდილში და სიჩუმეში და წლებში, რომლებიც გადის შეუჩერებლად.